საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა ისლამი და არაბობა. მსოფლიო რელიგიებს შორის ისლამი ყველაზე ახალგაზრდა რელიგიაა, ის ჩამოყალიბდა მსოფლიოს უდიდეს არაბეთის ნახევარკუნძულზე. არაბეთის ნახევარკუნძული ოდითგანვე არაბებით იყო დასახლებული, მის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებული უდაბნოს ხალხი, მომთაბარე არაბები, ანუ ბედუინები, ხოლო მის სამხრეთ ნაწილში იყვნენ ბინადარ ცხოვრებაზე გადასული არაბები, ანუ კახტანიტელები, სწორედ აი ამ ტერიტორიაზე გადიოდა დასავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე გადიოდა ეგრეთ წოდებული გუნდრუკის გზა, ანუ მეწამული გზა, რომელზედაც დაწინაურებული იყო ორი მნიშვნელოვანი ქალაქი, მაქორაბა, მომავალი მექა და იასრიბი, ანუ მომავალი მედინა, ანუ წინასწარმეტყველის ქალაქი. წარმართები იყვნენ არაბები, ისინი მთვარესცემდნენ პატივს, მაგრამ გარდა ამისა, მათ ჰქონდათ ყავდათ თავისი საკუთარი კერპები და მათი საკულტო ქალაქი იყო მექა და ისინი ჩამოდიოდნენ ჰაჯის აკეთებდნენ, ჩამოდიოდნენ, მოილოცავდნენ ხოლმე ყველა თავის კერპს და აი ამ ღვთისმსახურებას ყურეიშთა საგვარეულოს წარმომადგენლები ასრულებდნენ. მათ ერთი საერთო სალოცავიც ჰქონდათ, ეს იყო ქააბას რაიონის მექაში, ქააბას რაიონის შავი ქვა. აი სწორედ მექაში დაიბადა ღარიბი ვაჭრის ოჯახში მუჰამედ იბნ აბდ ალ-ლაჰი, რომელიც ძალიან მალე დაობლდა, მისი აღზრდა ბიზამიკისრა და ის აკლიმების მარეკად მოაწყო ქარავანზე, ასე ვთქვათ, აი ამ გუნდრუკის გზაზე და ძალიან გონიერი ყმაწვილი აღმოჩნდა მუჰამედი, ის ხშირად უწევდა მას შეხვედრა იუდაველებთან, ქრისტიანებთან, ბუდისტებთანაც კი მათ ესაუბრებოდა სხვადასხვა თემებზე და ჩამოუყალიბდა თავის სამშობლოსთან მიმართებაში, ჩამოუყალიბდა ერთიანი რაღაცა მონოთეისტური, ასე ვთქვათ, რელიგიის იდეა, რომელიც მერე განახორციელა კიდეც. როდესაც 25 წლის გახდა, მუჰამედმა იქორწინა მექელი მდიდარი ვაჭრის ქვრივზე, ხაჯიდაზე და მას აღარ ჭირდებოდა ამ გუნდრუკის გზაზე წინ და უკან სიარული, ის ასე ვთქვათ ჩაუჯდა და აი თავის ნააზრევის ქაღალდზე გადმოტანა დაიწყო. ის ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ჰირას მთაზე, იქ ლოცულობდა და უკვე 610 წელს მან განაცხადა, რომ მასთან მოდიოდა ალლაჰის სახელით, სხვა შორის ალლაჰი არის წარმართი არაბების ერთ-ერთი ღმერთის სახელი და უფრო გასაგები რო ყოფილიყო მუჰამედმა ის დატოვა ისლამში და მოდიოდა ალლაჰის სახელითო მასთან ჯაბრაილი, ანუ გაბრიელი და ეუბნებოდა მას, რომ ის არის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, ვისთანაც ღმერთი საუბრობს და მან უნდა ღმერთის სიტყვა მიიტანოს ხალხამდე და ამის შემდეგ, მის შემდეგ თუ ვინმე იქნება წინასწარმეტყველი, ის იქნება ცრუ წინასწარმეტყველი, ანუ მუჰამედი არის წინასწარმეტყველთა ბეჭედი, ანუ უკანასკნელი წინასწარმეტყველი. მე ერთი რამე მინდა თავიდანვე ვთქვა, ამაზე კიდევ გვექნება ჩვენ საუბარი, რომ მონოთეიზმი თავისი არსით, ანუ ერთღმერთიანობა, რა თქმა უნდა, პოლითეიზმთან, ანუ მრავალღმერთიანობასთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია და გასაგებია, რომ როდესაც მან დაიწყო 610 წლიდან თავისი მონოთეისტური რელიგიის ისლამის ქადაგება, სხვათა შორის ისლამი ნიშნავს ღვთისმდობას, ხოლო მუსულმანი ღმერთს მინდობელს, დაიწყო ქადაგება, ძალიან სწრაფად მოიპოვა მექაში პოპულარობა და ყურეიშებმა, რომელთა საგვარეულოდან თვითონაც იყო ჰაშიმის გვარიდან, ტომიდან იყო ყურეიშთა ტომიდან და ჰაშიმის გვარიდან, ყურეიშებმა მასში პოტენციური მეტოქე დაინახეს, რომელმაც მომავალში რომელსაც შეიძლება მომავალში წაერთმია მათთვის სარჩო საბადებელი და პური, ამიტომ გადაწყდა მისი მოკვდინება და 622 წელს მას შეატყობინეს თავისმა მომხრეებმა, რომ მოკლას უპირებდნენ. მუჰამედმა ძალიან სწრაფად დატოვა, არაფერი არ წაუღია, აკლემს მოახდა და ძალიან სწრაფად დატოვა მექა, წავიდა მედინაში, გადაინაცვლა მედინაში. ამ მოვლენას სხვათა შორის ქვია ჰიჯრა.
ანუ გადასახლება და ეს უნიშნელოვანესი თარიღია მუსულმანთათვის, რადგანაც მუსულმანები აქედან იწყებენ თავიანთ წელთაღრიცხვას. სხვა შორის ერთი საინტერესო ფაქტი მინდა, ეს მუსულმანური გადმოცემის თანახმად არის ესეთი ფაქტი, რომ როდესაც ის მიდიოდა მექადან მედინაში მოსდევდნენ მას, მან ღამე გაათია ერთ-ერთ გამოქვაბულში და დილით მას დაეწივნენ და როდესაც ამ გამოქვაბულში აპირებდნენ შესვლას სანახავად, აღმოჩნდა რომ მთელი ღამე ობობას უმუშავია და თუმცა ქსელი გაუბავს და როდესაც მივიდნენ ახეს ობობას ქსელი, ფიქრეს ვიღა იქნება შიგნით და გაანებეს თავი და წავიდნენ, ანუ ობობამ გადაარჩინა მუჰამედი. როდესაც ის მედინაში ჩავიდა, მას ეხოწებოდნენ რომ მასთან ვიქტორ ძალიან პოპულარული იყო და ეხოწებოდნენ მასთან შესულიყო, ვინმესთან შესულიყო, გაეთია ღამე და ასე შემდეგ, ის არ გაჩერებულა არსად, სანამ არ დაჯდა მისი საყვარელი აქლემი ერთ ადგილას და აი იქ არის აშენებული სწორედ მუჰამედის სახელობის მეჩეთი, სადაც ის თვითონაც არის სხვათა შორის დაკრძალული. ძალიან სწრაფად მოიპოვა მედინაში პოპულარობა და მრევლი მუჰამედმა და ერთი რამე უნდა ითქვა. საწყის ეტაპზე მუჰამედი ძალიან კეთილგანწყობილია იუდაველების და ქრისტიანების მიმართ, რადგანაც ესენიც მონოფიზიტური რელიგიის მონოთეისტური რელიგიის წარმომადგენლები არიან ბუდისტებით და ამიტომ ის იმოწმებს ხოლმე მათ იმოწმებდა ქადაგებების დროს, მაგრამ მე როდესაც უკვე მოსთხოვა ებრაელებს და ქრისტიანებს რომ მაღიარეთ მე როგორც უკანასკნელი და ერთადერთი წინასწარმეტყველიო, რა თქმა უნდა ახლა ქრისტიანებმა და იუდეველებმა ამაზე უარი განაცხადეს და აი აქ დაიწყო უკვე დაპირისპირება ქრისტიანებსა და ებრაელებსა და მუჰამედს შორის. ებრაელები საერთოდ გაიქცნენ მექაში და მექელებს უთხრეს რომ მოგვაშორეთ ეს კაციო და აი აქ მუჰამედ ჯერ ისედაც ჰქონდა განსაზღვრებული ჩაფიქრება რომ მთელი არაბეთი გაერთიანებინა და ერთიანი ასე ვთქვათ მონოთეისტურ რელიგიაზე აგებული თეოკრატიული სახელმწიფო შეიქმნა და ეხლა ამან უფრო დააჩქარა ეს პროცესი და ის 630 წელს დაიძრა მექაზე ძალიან ცუდად შეიარაღებული მცირერიცხოვანი ჯარით, მაგრამ უნდა ითქვას რომ მან ყურეიშების მიერ გამოყვანილი რამდენჯერმე აღემატებოდა და კარგად შეიარაღებული ჯარი დაამარცხა. ერთი კიდევ საინტერესო მომენტი აქ, როდესაც დამარცხებულები თქვენ ჩაიგდეს არაბობაში არ მოსულა ტყვე აყვანა და უნდა დაესაჯათ სიკვდილით ესენი, მაგრამ მუჰამედმა თქვა თუ ისინი შეიცვლიდნენ წმენას და გადმოვიდოდნენ ისლამზე, მაშინ ისინი ალლაჰში მათი ძმები გახდებოდნენ, ასეც მოიქცნენ და აი ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი აი ამ ეგრეთ წოდებულ შემწყნარებულობას, თუ გადმოდიხარ ალლაჰში ცოცხალი რჩები. ის შევიდა მექაში ზარზეიმით, რა თქმა უნდა, მას ეუბნებოდნენ რომ არ მოეკიდებინა ხელი ამ კერპებისათვის, მაგრამ ყველა კერპი დაამსხვრია, დატოვა მხოლოდ მექაში არსებული ქააბას შავი ქვა და ესეც გასაგებია რატომ, იმიტომ რომ ხო უნდა ჩამოსულიყვნენ რაღაცის გულისთვის, ჰაჯი ხო უნდა გაეკეთებინათ დანარჩენ არაბებს, რომლებიც არ იყვნენ ნაზიარები მის მონოთეისტურ რელიგიას. ამიტომ დატოვა ეს ქვა, დღესაც არის წმინდა ქვა ეს შავი ქვა და მუჰამედმა ჩამოაყალიბა ის რაც უნდოდა, ანუ მონოთეისტური, ანუ თეოკრატიული თეოს ღმერთი კრატოს ბრძანებლობა, როცა სასულიერო პირის ხელშია საერო მმართველობა. 622 წელს მუჰამედი გარდაიცვალა, მან დატოვა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც 114 თავისაგან, სურისაგან და აიებისაგან, ანუ ლექსებისაგან შედგება, ტაეპებისაგან შედგება. ანუ ეს არის არა მარტო რელიგიური წიგნი, ეს არის სოციალური და ეს არის სამართლებრივი წიგნი, სადაც სხვადასხვა კანონებია თუ როგორ და რა ყაიდაზე უნდა იცხოვრონ მუსულმანებმა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბეთს განაგებენ ხალიფები, ამიტომ სახალიფო, ანუ ხალიფატი ეწოდა არაბეთს და აი აქედან მოყოლებული, ანუ 632 წლიდან 1258 წლამდე ეს არის არაბული სამყაროს ოქროს ხანა და ჩვენ ეხლა დავიწყოთ ამის განხილვა, მაგრამ ჯერ უფრო ადვილად რომ განვიხილოთ, სამ ძირითად ეტაპად დავყოთ ეს ყველაფერი. ანუ პირველი 4 ხალიფა არჩევითი ხალიფები იყო და ეს მუჰამედის ნაცნობი ხალიფები იყო, ამიტომ პირობითად მათ მუჰამედიანი ხალიფები უწოდოთ. ეს არის 632, 634, აბუ ბაქრი 634, 644, ეს არის ომარი 644, 656 ეს არის ოსმანი და 656, 661 ეს არის ალი. რატომ მოხდა აბუ ბაქრის არჩევა მისი სიკვდილის შემდეგ? აბუ ბაქრი იყო მეგობარი
მუჰამედის და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ქადაგების დროს მუჰამედი ცუდად შეიქნა და მან სთხოვა აბუ ბაქრს ჩამენაცვლეო და მართლაც აბუ ბაქრი ჩაენაცვლა და ეს მინიშნებად მიიღეს მერე მისმა ჩამომავლებმა და რომ მუჰამედმა თვითონ უთხრა მის შემდეგ ვინ უნდა დაენიშნა და ამიტომ დანიშნეს აბუ ბაქრი. ეს იყო ყველაზე წყნარი, ასე ვთქვათ, ყველაზე არაპრეტენზიული ხალიფა, რომლის დროსაც არც ექსპორტი დაწყებულა და არც დაპყრობითი ომები და 2 წელიწადში ის გარდაიცვალა, სამაგეროდ მერე მოვიდა 634-დან 644 წლამდე ხალიფა ომარი. ძალიან დიდი დაპყრობები დაიწყეს არაბებმა ომარის დროს, იწყება ისლამის ექსპორტი, ანუ გატანა 636-642 წლებში ბიზანტია იქნა დამარცხებული, წართმეული იქნა სირიული, მესოპოტამიური მიწები, აღებული იქნა იერუსალიმის, სხვათა შორის იერუსალიმში მის დროს, ომარის დროს სოლომონის ტაძრის ნანგრევებზე მან დაიწყო თავისი სახელობის ტაძრის, ომარის სახელობის ტაძრის მშენებლობა და ამის შემდეგ არის სხვათა შორის რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქი გახდა მუსულმანების, აი სამი რელიგიის წმინდა ქალაქი, ამიტომ არის ეს მინდა იცოდეთ იერუსალიმი. ამავე ომარის დროს, ამას კი შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ, მაგრამ ამავე ომარ უნდა გითხრათ, რომ ამავე ომარის დროს პირველად გამოჩნდნენ კავკასიაში, როცა 642 წელს სომხეთის დედაქალაქი დვინი დაიკავეს და ომარის გარდაცვალების შემდეგ მოდის ოსმანის პერიოდში რა გვაინტერესებს? 650 წელი არის ყველაზე უმნიშვნელოვანი თარიღი, იმიტომ რომ მის დროს სასანიანური ირანი წყვეტს არსებობას, გადაყლაპა არაბობამ სასანიანური ირანი. ხოლო 654 წელს ისინი ჩვენს ფარგლებში ჩდებიან და პირველ დაცვის სიგელს ვაფორმებ და ამაზეც შემდეგ გაკვეთილზე გვექნება საუბარი. 656-დან 661 წლამდე არის ბიძაშვილი, ასე ვთქვათ, მუჰამედის ალი, რომელსაც სოლად ყავდა მუჰამედის ქალიშვილი ფატიმა და მის დროს იწყება, ასე ვთქვათ, აჯანყება მუავია ომაიანის, ეს არის სირიის ჯარების სარდალი, არაბული ჯარებისა და 61 წელს ალი ჩამოგდებული იქნება და მუავია ომაიანი დასაბამს მისცემს უკვე დინასტიურ ხალიფობას 61-დან 750 წლამდე არის ომაიანთა დინასტია, მაგრამ ეს მოვიყვანოთ ახლა სისტემაში მუჰამედიანი ხალიფები, კერძოდ ამ ხალიფების დროს იწყება ორად გაყოფა ისლამის შიიზმად და სუნიზმად. ნუ რა არის სუნა? სუნა არის ყურანის დამატება. ჩათვალეს მის მუჰამედის მემკვიდრეებმა, რომ იმის მუჰამედმა რაღაც იდეები, რომელსაც გამოთქვამდა ის და უბრალოდ საწერკალამი ან ქონდა არა დაავიწყდა, ვერ შეიტანა ყურანში და ეს იდეები შეკრიბეს და გამოსცეს ცალკე წიგნად სუნად. შიიტები ამბობენ, რომ მუჰამედს რაც უნდოდა, ის ჩაწერა ყურანში და ეს სუნა აღარ არის საჭირო, მაგრამ შიიტები უმცირესობაში არიან და სუნა ვინც აღიარა, ისინი სუნიტები არიან. შიიტები არიან 14-16%, დანარჩენი არიან სუნიტები, დღევანდელი და ირანში ცხოვრობენ ძირითადად შიიტები. ერთი ნიუანსი კიდე ძალიან დიდი განმასხვავებელი, რომ შიიტები თვლიან, რომ არ შემწყდარა მუჰამედის სიკვდილის შემდეგ ღმერთთან კავშირი და მისი ჩამომავლები, ანუ დღევანდელი გაგებით იმამები ამყარებენ კავშირს ღმერთთან და ამიტომ 4 ხალიფა, ჩვენ რო ვისაუბრეთ მუჰამედიანი ხალიფებიდან, შიიტები აღიარებენ მხოლოდ ალის, დანარჩენებს უზურპატორებს, ანუ ტახტის მიმტაცებლებს ეძახიან, იმიტომ რომ მხოლოდ ალი იყო მუჰამედის სისხლისმიერი ნათესავი, ანუ მისი ბიძაშვილი და მისი ქალიშვილის ქმარი. ხოლო სუნიტები თვლიან, რომ არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ღმერთთან კავშირი გაწყდა და ამიტომ დინასტიურობა არ არის აუცილებელი, ნებისმიერ შეუძლია გახდეს სულიერი მმართველი, ასე ვთქვათ, მუსულმანებისა. ნუ ეხლა რა არის საინტერესო 661-დან 750 წლამდე, ანუ ომაიანთა ხელისუფლების დროს. ჯერ ერთი რომ სახალიფო არის არაბული, ანუ არაბობა პრივილეგია არის. პრივილეგია და არაბ ქალს არ შეუძლია არაბს გაყვეს სოლად. ამავდროულად არაბები სამ ძირითად ნაწილად ყოფენ მთელს დედამიწას. ეს არის თვითონ არაბეთი, ანუ ისლამის ტერიტორია, მეორე ეს არის ზავის ტერიტორია, ანუ დაპყრობილი ტერიტორია, დაცვის სიგელები სადაც ფორმდება და მესამე ეს არის დასაპყრობი ტერიტორია, ანუ ომის ტერიტორია. ამავდროულად კიდევ ერთი ნიუანსი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ხალიფა ომაიანების დინასტიის დროს დამავიწყდა, მე თქვა, რომ დამასკოში გადადის, მექადან გადადის დედაქალაქი დამასკოში. ეს უნდა დავიმახსოვროთ, მერე დამასკოდან გადავა ბაღდადში. ანუ ომაიანების დროს განუწყვეტლივ მიდის შეტევა და 100 წლის განმავლობაში ევროპის საფრანგეთამდე მივლენ, ანუ ამაზე გვექნება ახლა საუბარი.
საუბარი და რატომ მოხდა ესეთი სწრაფი დაპყრობები, რამ შეუწყო ხელი აი ესე სწრაფ წინსვლას არაბებისას. უპირველეს ყოვლისა, ვიტყვით, ამისი რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის, რომ მონოთეისტური რელიგია არის ერთხელ ვთქვით უკვე პოლითეიზმთან შედარებით წინ წასული რელიგია და აი ამ სივრცეში, ანუ აზიურ სივრცეში პოლითეიზმი იყო და ძალიან სწრაფად შევიდა. ამავდროულად ბიზანტიისა და ირანის გადასახადები ძალიან მძიმე იყო, ხოლო ამათი მსუბუქი და ამავდროულად დაძალება არ იყო ისლამში და მესამე ბოლო უკანასკნელმა ომმა 628 წლებში ირანსა და სასანიანურ ირანსა და ბიზანტიას შორის ორივე სახელმწიფო ძალიან დაასუსტა, რამაც ირანის საერთოდ დაღუპვა გამოიწვია, ხოლო ბიზანტიაზე ვისაუბრეთ უკვე უზარმაზარი ტერიტორიები წაართვეს. მას. აი ეს იყო მიზეზები ესეთი სწრაფი გადაადგილებისა. 711 წელს სხვათა შორის არაბები გადადიან გიბრალტარის სრუტეზე და მიდიან იწყებენ ესპანეთის დაპყრობას და თქვენ წარმოიდგინეთ ესპანეთი მათ დაიპყრეს 3 წელიწადში. სხვათა შორის გიბრალტარის სრუტეს ჰქვია ჯიბრაილის სახელი, ანუ იმ სარდალის რომელმაც გადალახა ის. არაბების შეჩერება მოხდა მხოლოდ 722 წელს პუატიესთან ის ფრანკთა სარდელმა მაიორდომმა კარლოს მარტელმა შეაჩერა და აი ამის შემდეგ ცოტა ხანი სტაგნაცია იწყება ევროპასთან მიმართებაში არაბების. რაც შეეხება ომაიანთა დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს მურვანყრუს, ეს მერვან მეორე, იგივე მერვან იბნ მუჰამედი, თქვენთვის კარგად ნაცნობი მურვანყრუ, რომელიც შემდეგ აკვეთილზე გვექნება ამაზე საუბარი, 750 წელს ის ჩამოაგდო აბასმა, ირანული ჯარების მთავარსარდალმა და ასე ვთქვათ აბასიანთა დინასტიას ჩაუყარა საფუძველი. ეხლა რა არის საინტერესო აბასიანთა დინასტიაში? ეს არის 750-დან 1258 წლამდე პერიოდი. კერძოდ აბასიანთა დინასტიის დროს სახალიფო ხდება ისლამური. ჯერ ერთი 762 წელს ალმამუნმა გადაიტანა დედაქალაქი დამასკოდან ბაღდადში. მერე თუ ადრე მხოლოდ არაბული იყო ჯარი და გასაგებია ჯარი ვისიც არის იმაზე დგას სახელმწიფო, ეხლა თურქთა რეკრუტირება იწყება, ამდენად არაბობა აღარ არის პრივილეგია და ისლამური გახდა, ანუ თუ მუსულმანი ხარ უკვე პრივილეგია და ამავდროულად რაც შეეხება იმას თვითონ ხალიფას ხელისუფლებას, იწყებს ხალიფას ხელისუფლება დასუსტებას, ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება 946 წლის შემდეგ, როდესაც შიიტი ბუვეიანები ხელში ჩაიგდებენ ხალიფას და ისინი პრაქტიკულად მარიონეტებად გადაიქცევიან, უბრალოდ არ გააუქმებენ ხალიფობას, უბრალოდ ხელს აწერდნენ და ასე გაგრძელდება 1055 წლამდე, სანამ არ გამოჩნდება თურქ-სელჩუკთა ბელადი თოღრულბეგი სუნიტი სხვათა შორის, რომელიც ბაღდადში შედის, ხალიფა ორი ხელით უომრად შეეგებება მას, იმიტომ რომ ის ბუვეიანებისაგან გაათავისუფლებს და თავის ხელით დაადგავს სულთნის გვირგვინს თოღრულბეგს და უწოდებს მას აღმოსავლეთის და დასავლეთის ამირას და ბოლოს მინდა დავამთავრო 1258 წლით, როდესაც ჩინგის ყაენის შვილიშვილი ჰულაგუ ყაენი იღებს ბაღდადს და უკანასკნელ ხალიფას ალ-მუჰთასიმს ოჯახიანად გაწყვეტს და ამითი არაბთა სახალიფო დამთავრდება. დღეს ამით დავამთავროთ, შემდეგ აკვეთილზე საქართველოზე ვისაუბროთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.